გადაცემა სტალინის დროით მალხას გულაშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებელო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, ეს არის გადაცემა სტალინის დროით, მე მალხას გულაშვილი გახლავართ. დღეს ძალიან მტკივნეული და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თემა გვინდა განვიხილოთ. ეს არის 1956 წლის დახვრეტა თბილისში, როგორ დაიწყო ხრუშჩოვის პერიოდში, როცა სტალინის კულტი გააპროტესტეს. მინდა რომ მოგიყვეთ ამ თემაზე დაწვრილებით 1956 წლის მარტის მოვლენები თბილისში როგორ განვითარდა და ის არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად გარდამტეხი ფურცელი. ეს იყო პირველი მასობრივი სპონტანური სახალხო პროტესტი საბჭოთა პერიოდში, რომელიც მოსკოვმა ცეცხლითა და სისხლით ჩაახშო. ამ თემაზე ვისაუბრებთ, მანამდე მე ინტერაქტივს დავაანონსებ, რას იცავდნენ ქართველი სტუდენტები 1956 წლის 9 მარტს. პირველი სტალინის კულტს მიჭირს პასუხისგაცემა ეროვნულ ინტერესებს მესამე. გთხოვთ ეს გამოაქვეყნოთ და YouTube ადმინსაც მოუწოდებ რომ დადოს ეს გამოკითხვა. პროტესტის წინაპირობა რა იყო? ხო, ჩემს სტუმრებს გაგაცნობთ, პრინციპში რაღაც სტუმრები მასპინძლები არიან, ბატონი გრიგოლონიანი, სტალინის საზოგადოების თავმჯდომარე და ბატონი ედი შერგვენეტაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. რა იყო პროტესტის წინაპირობა? ნიკიტა ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენებით დაიწყო ყველაფერი 1956 წლის თებერვალში. მოგეხსენებათ 53 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი და ზუსტად 3 წლის შემდეგ უკვე მონელებული ყავს ბერიაც მოკლული ყავთ და ბურთი და მოედანი დარჩათ მათ. მოსკოვში გამართულ სგკპ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე 25 თებერვალს ყრილობის დახურვის ხტომაზე ცეკეს გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა წაიკითხა თავისი ცნობილი საიდუმლო მოხსენება პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ. მოხსენებაში ხრუშჩოვმა მკაცრად გააკრიტიკა იოსებ სტალინი და დაადანაშაულა იგი მასობრივ რეპრესიებში, სამხედრო შეცდომებსა და დესპოტიზმში. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება საიდუმლო იყო, მისი შინაარსი სწრაფად გავრცელდა პარტიულ წრეებში და მთელ ქვეყანაში. საქართველოში ამ მოხსენებამ სრულიად განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ სტუდენტობამ, სტალინის კრიტიკა აღიქვა არა უბრალოდ პოლიტიკურ რეფორმად, არამედ ქართველი ერის ეროვნულ შეურაცხყოფად. ეთნიკური ნიუანსები და მოსკოვის მხრიდან ცინიკური ტონი გახდა მთავარი ტრიგერი, გამომწვევი მიზეზი იმ აფეთქებისა, რომელშიც რამდენიმე დღეში მოხდა. როგორ დაიწყო მარტის პირველი დღეები თბილისში? სტალინის გარდაცვალების წლისთავზე 5 მარტს თბილისში მტკვრის სანაპიროზე მდებარე სტალინის ზეგთან დღევანდელი მშრალი ხიდის მიმდებარედ ყოფილი ალექსანდრეს ბაღში ადამიანის ჯგუფებმა იწყეს შეკრება. 5-7 მარტი. თავდაპირველად ეს იყო მშვიდობიანი სამგლოვიარო მიტინგი, სტუდენტები, მოსწავლეები, რიგითი მოქალაქეები ზეგთან ყვავილებს აფენდნენ და ლექსებს კითხულობდნენ, თუმცა მომდევნო დღეებში პროტესტმა მასობრივი ხასიათი მიიღო. 8 მარტი აქციები უკვე მთელ ქალაქს მოედო, დემონსტრანტები შეიკრიბნენ მთავრობის სასახლესთან, დღევანდელი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე, ლენინის მოედანზე, თავისუფლების მოედანი და ლოზუნგები ძირითადად სტალინის რეაბილიტაციას, ხრუშჩოვის გადადგომას და ოფიციალური გლოვის დღეების გამოცხადებას მოითხოვდა. პროტესტი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ პარალიზებული იყო ტრანსპორტი, დაიხურა სასწავლებლები და ფაბრიკა-ქარხნები. მალე აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რომლებიც უკვე სცილდებოდა სტალინის კულტის დაცვას და გაჩნდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტის შესახებ. 9 მარტის კულმინაცია და ტრაგიკული ღამე შემდგენად განვითარდა კრიტიკულ წერტილს მოვლენება 9 მარტის საღამოს მიაღწიას. დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა კავშირგაბმულობის სახლიდან პოსტამატიდან, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, დეპეშა გაეგზავნა მოსკოვში საკუთარი მოთხოვნებით. მეორე დიდმა ჯგუფმა კი ბარჯანიშვილის მოედნიდან რკინიგზის სადგურისაკენ და სანაპიროზე მდებარე სტალინის ძეგლისკენ გადაინაცვლა. მოსკოვმა პროტესტის ჩასახშობად თბილისში რეგულარული არმიის ნაწილები და მძიმე ტექნიკა ტანკები შემოიყვანა. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენერალი ივანე ფედიუნინსკი. დახვრეტა პოსტ-ტამ და სანაპიროზე 9 მარტს დაახლოებით 23 და 30 წუთზე, როდესაც დემონსტრანტები კავშირგაბმულობის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.
ნუ ეს სადაო თემაა, რამდენად ცდილობდნენ თუ ვიღაცა პროვოკატორი აქეზებდა მათ, ამაზე ალბათ ბატონი გრიგოლი მოგვახსენებს, რომელიც უშუალო მონაწილე იყო ამ ღონისძიებების. სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო როგორც რუსთაველის გამზე, ისე სტალინის ზეგთან სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ტანკებმა დაიწყეს ხალხის მასის მიწოლა და დაშლა. სასტიკი დარბევა ღამის განმავლობაში გაგრძელდა. თვითმხილველთა მოგონებებით დაჭრილებსა და დახოცილებს სამხედრო მანქანებით აგროვებდნენ და მყარში ყრიდნენ, რათა დანაშაულის კვალი და მსხვერპლის რეალური რაოდენობა დაემალათ. მსხვერპლი და შედეგები რა იყო? საბჭოთა ოფიციალური დოკუმენტებით, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, 9-10 მარტის დარბევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ან სამონტყოფოებში გარდაიცვალა 21 ადამიანი. დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ხაზგასმით მინიმუმ 54 პირს. თუმცა არაოფიციალური წყაროებით დამოუკიდებელი მკვლევარებისა და თვითმხილველების შეფასებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით დიდი იყო. 100-დან 150 ადამიანს შეადგენდა, ვინაიდან ბევრი გარდაცვლილი ოფიციალურ სტატისტიკაში საერთოდ არ მოხვედრილა. მომდევნო დღეებში დააპატიმრეს ასობით აქტივისტი და სტუდენტი. ბატონო გრიგოლ, თქვენთან მინდა კითხვით გადმოვიდე, რამდენად დიდი იყო მსხვერპლი და თქვენ მოყევით, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ერთ-ერთი შემოქმედი იყავით და ერთ-ერთი აქტივისტი იყავით და თვითმხილველის მონაყოლი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს მშრალი მონაცემები, რომელსაც ახლა ჩვენ ისტორია გვაწვდის. სტანდარტიზაცია გადაიცვალა მე სტუდენტი არ ვიყავი მაშინ, თავრებდი საშუალო სკოლას და პირველივე წელს 59 წელსი სტალინის ზეგთან შეიკრიბა და ეს ფართოდ გაშუქდა კიდევაც ამ პრესაში 54 წელსში ისევე განმეორდა ესა და მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი და მონაწილეობდი ამ ღონისძიებაში. მაგრამ ეს არ იყო ესეთი ფართო შეკრება დაახლოებით 1000 ამოდენიმე 1000 კაცს მოიცავდა. და 56 წელს, როდესაც 25 თებერვალს ყრილობა ჩადარდა, ეს ყრილობა დამთავრდა უკვე და მარტო პლენუმის წევრები დაიტოვეს და საიდუმლო წაიკითხეს ეს ხრუშჩოვის მოხსენება. მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცოდით საიდუმლო რო იყო, ეს ჩვენ ვიცოდით მარტო რომ არავინ არ ვიცოდით შინაარსი იყო თელმა საზღვარგარეთმა უკვე რადიოებში გადაცემული იყო ესა და ყველა მიცოდა რა უნდა ელაპარაკა ხრუშჩოვს ამ ყრილობაზე. მაგრამ ამ რა თქმა უნდა გასაიდუმლებულმა მოხსენებამ მალე ჩამოაღწია საქართველოს და ამას მოყვა სხვადასხვა დახურული წერილები, მაშინ როგორც კონვერტები ისე იქდებოდა ეს დახურული წერილები და ასრულებდნენ კოლექტივებს, სტუდენტებს და სხვადასხვა დაჯგუფებებს, აგიტატორები იყვნენ მაშინ ესე და ისინი აღწერებდნენ ამ მოხსენების შინაარსს. 56 წლის 4 მარტს სტუდენტთა ქალაქში დაახლოებით 50 კაცი შევკრიბეთ. 8 საათი იქნებოდა დაახლოებით საღამოს. 4 მარტს, ხო? 4 მარტს. ხო და გამოვიმართეთ მშრალი ხიდისაკენ. და ჭავჭავაძის პროსპექტზე რომ მოვდიოდით და მოვდიოდით ხვაურით ახლა რომ ხალხს გაიგონა სად მივდივართ, როგორ მივდივართ. და იღებოდა ეს ფანჯრები და შუქები ითებოდა რომ მივდიოდით ასე თანატდებოდა ეს ქუჩა. ანუ ხალხი მხარს გიძებდა. მოვიდა სანამდე ჩვენ ჩავაღწიეთ ამ კოლონიების მოედნამდე
მაგრამ უკვე ჩვენ საკვარისად დიდი ჯგუფი შევიკრიბეთ და აქვე 1000 კაცამდე ვიყავით მაინც რა. პირველად ვინც მივედით იქ. რამე პლაკატები გეჭირათ ხელში? არაფერი პლაკატები არ ქონდა მაშინ. ხო და ჩავედით და ზამთარი ჯერ მინეული არ იყო, მაშინ უფრო მძიმე ზამთრები იყო და ალაგ-ალაგ თოვლიც იყო და და ციოდა. ხო და იქ მაშინ ძალიან ბევრი ალბის ხეები იყო დარგული ამ სანაპიროზე, დიდი ჭადრები იყო სავსე. ხო და იმას ტოტები რო უხვებოდნენ დაბლა ეყარა რა ამ ბაღში. და იმისგან ცეცხლი დავანთეთ ახლა და იმაზე ვთვებოდით და თქვით რომ ღამე უნდა გავთენოთ ახლა 5-ში გადაიცვალა სტალინი და ღამე უნდა გავეთენებია. ძეგლი იდგა იქ სანაპიროზე, ხო? ხო, ძეგლი იყო, ძალიან დიდი ძეგლი იყო. ხო და ეს შემოგვედია რა, ეს ფიჩხი რამე რაც იყო, დასაწვავი დავწვით. ხო და მე იძულებული გავხდით რომ ვქციოდა რამე და იქ ბაღში სკამები იყო და ეს სკამებიც მივაყოლეთ რა თქმა უნდა და დავწვით. ნუ ხოლიგნობას ჩაგიტნიეთ. მეორე დილით აღარ მივედით ხო, ხა უძინები როგორ მივიდოდით და არც მორჩილები ვართ ამ ძეგლსა და ჩვენმა ამ ხანაგებმა ხო გაიგეს რომ აღარა ვართ რა ინსტიტუტებში და დაიძრა მაშინ ეს სტუდენტობა და უკვე უწყვეტ და კადრ დაიწყო მოსვლა ჯერჯერობით ამ სტუდენტებმა რა უნივერსიტეტი ძალიან აქტიურობდა სხვა შორის მეხუთე კორპუსამდე ძველი ქალაქი გემახსოვრებად ეს უნივერსიტეტის კორპუსები იყო პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე. მერე იყო სოფლის მეურნეობის კორპუსები, მერე იყო სოვეტის კორპუსი, მერე იყო სხვა და მერე ბოლოს ეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ეს დაიცვალა მთლიანად ეს სტუდენტთა ქალაქი 3000 კაცი ცხოვრობდით ქალაქში და თითქმის არ დარჩენილა არც ქალი არც არაფერი რომ ჩამოვიდა სულ. და 5-ში ძალიან ძლიერი ტალღა წამოვიდა და უკვე დავიწყეთ მიტინგები ხო და გამოსვლები გამოდიან მაგრამ ჯერ სტუდენტების მოძრაობა მარტო რა და ახალგაზრდობის რაღაცა მაინც შიშია ხალხში რაღაცა რომ ეს ძალიან გაბედული სიტყვებით რომ ეს რაქნა ხრუშოვმა და როგორ შეიძლება უსტალინოდ ქვეყანა არსებობდეს და ამას ვერ ბედავდა ახლა კომუნისტური ნომენკლატურა და მეცნიერები და ლექტორები და ამბები თავსიკავდნენ მაგრამ ამ 5-ის ამ გაძლიერებულმა მიტინგმა უკვე 6-ში და 7-ში მასობრივად დაიწყო არა მარტო ქალაქის მოსახლეობამ შემოსვლა არამედ მატარებლები დაამატეს ბათუმიდან, ხარაჯიდან, იქედან რომ ხალხი მოკლედ გადავიდა იქაც რა ძალადობაზე და მოითხოვეს და ჩამოვიდა ხალხი მოკლედ იქეთა სანაპიროზეც სავსე იყო ხალხი და აქეთა სანაპიროზეც რა და ხიდზე მილიცია არ მუშავდა რომ დგარიყო იმდენი შეჯგუფულად ხალხი იმიტომ რომ მკვდარი ტვირთია ხო ადამიანი რომ დგას ასე და ხო და რომ არ ჩანგრეულიყო ხიდი რა იმდენი ხა ასე ხალხი მიტყობებული ეხლა საქმე იმაშია რომ ისეთი წესრიგი იყო თვითონ ეს ხალხისგან თუ არა ჩვენ ეხლა დაახლოებით 12-15 კაცი ვიყავით საორგანიზაციო კომიტეტში და ჩვენ ასკავდებოდით მაგას მაგრამ ადამიანებს იმდენად პატივისცემა ჰქონდათ ამ სტალინის მიმართ რომ ჩამოვარდებოდა კაშნებს ატარებდნენ მაშინ ხალხი კალოშები ჰქონდათ ვიღაცა ჩაცმული გარედან ხო ტუფლებზე ესენი ზოგ საათი ხდებოდა ზოგ სამე და ეყარა ახლა ეს ნივთები ხო და ვინ დაინახავდა მას იღებდა
მოქონდა აქ ძეგლთან დიდი მაკიდა გქონდა ხო და იმაზე აწყობდნენ ამ დაკარგულ ნივთებს და ვინც მოდიოდა მაგალითად შეგეთქვა ამ დროს იყო იცოდით უკვე რომ პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტი გამოაცხადა ეს უკვე ყველა ვიცოდით უკვე რომ რაც მოხდა და რაც ხდებოდა და რაც ამბავი იყო ეს ყველაფერი მე დაიწყეს თვითონ ამ პარტიულმა ელიტამაც მოსვლა ხო და მოატყვა ყველა და ამ იმას მეორე სათულზე დიდი ტრიბუნა ქონდა და სადგამი ტრიბუნა სადაც ხალხი დამდგარიყო და იმაზე გვედგა ჯერ არ ქონდა ეს ტექნიკა ხო და წავიდა ჩვენი დელეგაცია გავაგზავნეთ ამ კავშირგაბმულობის სამინისტროში ხო და მოთხოვეთ რომ მოძრავი რადიო ის მანქანა გამოეგზავნა ჩვენთვის და აი უზარმაზარ დიდი ტექნიკით დატვირთული ეს დიდი მანქანა გამოვიდა თავისი მიკროფონებით თავისი იმითი ალუმინის ზარიები რო იყო ზარიები ეს დიდი ისა ისინი და მოკლედ გაგვიკეთეს მთლიანად ამ რადიოფიცირება მთელ იმაზე მარმორტ მოედანზე არაბედ ამ სანაპიროზეც რა გაიკეთეს 1 კილომეტრზე მაინც იყო ეს ანუ საქართველოს ხელისუფლება მაშინდელი დაინტერესებული იყო რომ სტუდენტური პროტესტი დაფიქსირებულიყო ეგრე გამოდის ხო რეალურად ეხლა საქმე იმაშია რომ თქვათ მაგალითად რომ გაეწია ვინმე წინააღმდეგობა რომ არ წახვიდეთ და რამე და ჩვენ ახლა სტუდენტები დავებარებიეთ რომ აი არ წახვიდეთ მაგრამ გაგრიცხავთ ამის მაშინ მიმართავდა ქვეყანას ჩვენთან ჟავანაძე ხო და ჟავანაძე მოდიოდა და ერთხელ მე არ ვიყავი იქ მე ვიყავი სულ ძეგლთან და კოლონა რომ მოდიოდა ჩვენთან უნივერსიტეტთან დაეწია წვეთიდან მომავალი ჟავანაძე ხო და იმას ხო გამცილებელი მანქანები ყავდა ხო და გააჩერეს ეს ჟავანაძის მანქანა გამოიყვანეს გარეთ ეს ჟავანაძე და სტუდენტებმა და ამ კოლონას წამოყვა ის არავითარ ხო და ფეხით მოყვებოდა ისა და ჩამოვედით მოკლედ ეს ძალიან ბევრი წვრილმანიზამეები ხდებოდა ახლა იქ მაგრამ არავითარი წესრიგის დარღვევის იმითი ოღონდ გამოდიოდნენ ისინი გამოსვლები ხო და უშველი სიტყვით აგინებდნენ ამ ქრუშოვს ხო და ამისათვის ჩვენ დავაწესეთ ისა ჟიური და რომლის თავმჯდომარეც ვიყავი მე ესე იგი მე უნდა წამეკითხა ეს დაწერილი რასაც იტყოდნენ ისინი ხო და თუ კარგი იყო ეს და არ იყო გინებაში გინების გადა ყველაფერი შეიძლება ხო და მაშინ დაუბრუნდით ამას და ჩავწერდით ახლა მის გამოსაცდელში თუ ჩუდი იყო რამე დავჭურდით და ჩავდე პლასში მეცვა და ჯერ ერთი ჯიბე გაესო მეორე მე უბეჭი შვიდებდი ამაში და სულ ამით ვიყავი და ქაღალდებით გავსებული ხო და ეს მე უფრო საინტერესო და ამ დროს ჩამოვიდა კი არა იქ დაისვა საკითხი რომ ჯუდე უნდა გვენახა ჩამოსული იყო მაშინ ჯუდე გენერალი ხო? ხო გენერალი ჯუდე რომელიც იყო მინისტრთა საბჭოს ესა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი ჩინეთისა და იყო შეერგებული ძალთა მინისტრი ხო და ეს ჩამოსული სტუმრები იყვნენ ინტურისტში იყო მათი გასაჩერებელი ადგილი ხო და მივედით ამ ინტურისტში ხო და ვეძებ ჯუდეს ჯერ უყვირით ამ ჯუდე თელი რუსთაველი ჯუდეს ყვირის და არავინ არ გამოდის რა
მე შევედით იმაში და ყველა ოთახში ვეძებდეთ ამას ჯუდეს. მე რაღაცა შემოვიდა პანიკა რომ ჯუდი აქ კი არ არისო და არისო იმაშიო. წანიშის რეზიდენციაში. ხო და აბა დავიშალეთ ეხლა იქა. ეხლა ლოკაცია გქონდა ჩვენ ნაბერეჟზე. ხო და ლოკაცია გქონდა ამ თავრობის სახლთან. ცენტრალური კომიტეტი რო იყო ჩიტაძის ქუჩაზე. აი იქ იყო დიდი ის. ხო და გავბართ ეხლა იქა და ამ ცენტრალურ კომიტეტს ვეძახით ჯუდეს. კაიგე რომ ჯუდე, ესე იგი ცენტრალურ კომიტეტმა მოგვინახოს ჯუდე რა, რაც არის. და ჯუდე და გამოვიდა იქ მეორე სართულზე ბალკონი ქონდა. ხო და იგივე გამოვიდნენ აჭრელი პაპახები რო იყო დიდი მაღალი პაპახები, ახლა გენერალი იყო ხო, გენერალ ლეიტენანტი ესა და სამხედრო ფორმით დადიოდა ჯერა. კიდევ ხო და გამოვიდნენ და მეორე კაცის და მაშინ მეორე მდივნები რუსები კი არ იყვნენ, სტალინის სიკვდილამდე ყველა ქართველები იყვნენ ამ ეს ხრუშოვმა შემოიღო ეს რუსების მეორე კაცი. მეფის ნაცვლის ინსტიტუტი. ხო, მეფის ნაცვლის ინსტიტუტი. ხო, გამოვიდნენ ეს ორი კაცი პაპახიანები, ხო და რაღაცას გვეუბნებიან ახლა იქედან, მაგრამ ჩვენ ჯუდეს ყვირივართ, ბაი, ჯუდე და ეს დიდი კაცი კი იყო, კარგი მოსული კაცი იყო ეს ჯავანაძე, მაგრამ ისეთი ხმა იყო, ეს დაიჭექა რა სამხედრო ხვით. ისეთი რომ ეს ათასობით კაცი მკვდრების ქალაქად აქცია, ისეთი მაგარი ჭექარე ხმით დაიყვირა. ხო და დაისუსა ეს ხალხი. წინ მე შევიკები ცენტრალური კომიტეტი იყო მაშინ მე სასადილო იყო და ის ცეგას წინ ხო ეს პატარა ორსართულიანი სახლი. ეს ამის სახურავები და ეს გარშემო სახურავები სულ ხალხით იყო. გეგონება ჩიტები ისხდენო იმაზე ესე გავსებული. ხო და ხო დაიჭექა და გავჩუნდი ჩვენ და თქვენო არ აქვს ჩვენიათო ქართველო ახალგაზრდებო მეო სტალინმა გამზარდაო მაგან მომცაო მეო გენერალ ლეიტენანტის წოდებაო ხო და მაგას ვემსახურებო მთელი ჩემი ცხოვრებაო ხო და თქვენო ჯუდეს ეძახითო აქაო ვიღაცა ჩინელს ეძახითო და მიაქარავარო მე ვარ გამოგზავნილი მისათვის რომ თქვენთან დავდგეო და თქვენ რაც გინდათ ის ვაკეთო მეო ახლა პოლიტიკურად მომზადებული იყო ახლა ეს კაცი პოლიტიკად დარჩმუშოვდეს ხო და ისე დაგვაბა რომ მოკლედ ჩიტის გაფრენა ისმოდა ხო და ეხლა მე ბალკონიდან რა გელაპარაკო ახლა როგორ მოვილაპარაკოთ ბალკონიდან და თქვენ დაბლა შეარჩიეთ 10 კაციო თქვენო და მოდითო ჩვენთანო წარმოვიდგინეთ და ამოდით ჩემთანო და დავიდეთო და რა გინდათო როგორ გადავწყდეთო და მითხარითო და მე ყველაფერს გავგე მე ვარ სტალინის გაზრდილი თქვენ ხო არ გინახიათ სტალინიო და თქვენ გაგონილი გაქვთ და მე ნახული და მაგის ხელში ვარ გაზრდილიო რა რაღაცა სამხედრო ხო და გავჩერდით ახლა ჩვენსა და უცბად წრე გქონდა შეკრული ასე ხელების რომ შეცვენილი ამ ცეკაში ხალხი ხო და იქიდან შევიკრიბეთ ეს 10 კაცი და ავედით ამ ვინ დავინიყავით ხო არ გახსოვს მაჯგალაძე იყო ერთი ისეთი არავინ სულ დახოცილია ახლა არცეთი არ არის ცოცხალი ხო და ეხლა 4 წლის წინ მოკვდა ერთ-ერთი აქტიური ახლა იქ თავმჯდომარე და ვიღაცა არავინ არ ყავდა ყველა ვიყავით ესე იგი ჩვენი ერთი კაცი არავინ არ ყავდა ჩვენი უბრალოდ ხო და ის ავედით ახლა და დავჯექით ყველას ხელი ჩამოგვართო ყველაფერი და რა გინდათო აი რაზე ეძახითო ჯუდესო რაში უნდა მოგეხმაროთო იქნება ჩვენ შეგვიძლია მოხმარებაო და ჯუდე რა თქვენდაო ჩინელი კაცმა რა იცაქაო ხო
და ჩვენს ჩამოწერილი გქონდა რომ კინოები ხო გადიოდა სტალინზე და კინოები აკრძალული იყო არ გადიოდა უკვე სამი ქროშომა დაიწყო ნელა მოჭერა ხო ჰიმნი იბღეროდა სიტყვებით კაი დიდი მარად შემოსამშობლო და ეს მოხსნეს მუსიკას უკრავდნენ მაგრამ სიტყვები აღარ იყო ხო სურათები ამ 1 მაისს იმაზე აღარ გამოქონდათ ამ სტალინის ასეთი ბევრი რაღაცები და ამ მოთხოვნებზე ესენი ყველაფერი გვეწერა და მე უთხარით რომ 9 მარტი უნდა გამოცხადეს დასვენების დღედ და უნდა არავინ არ უნდა იმუშაოს იმ დღეს და ეს უნდა აღდგეს ჰიმნი კინოები უნდა გაუშვან ისე უკან და რაც აკრძალული იყო მოკლედ ყველაფერზე დაგთანხმდა რომ ყველაფერი იყოს და გითხრა რომ კაცო ახლა კალბასის გამოშვება და პოლის გამოცხობა რომ გავაჩერო თუ ხო თქვენ რა უნდა ჭამოთ მერე კაცო ამათვა იმუშაონო უნდა მარტენის ღუმელი რომ გავაჩერო თუ 3 დღე უნდა მაგის გაცხელებასო ხო და ასე ნუ გავაჩერებთ და ნუ გავაჩერებთ ეს პუბლიკაცო და დანარჩენი რაც ჰუმანიტარულია რაც მომსახურეობისა და რაღაცები ეს ყველაფერიო გაჩერდებაო ამ 10 რიცხვში 10 რიცხვში უნდა დიდი სამგლოვია რომ ის უნდა ჩატარებული იყო რა საქართველოში ხო 10-ში რა არის კაცო 9-ში და ჩატარებულიყო დიდი სამგლოვია მიტინგი ლენინის მოედანზე და სპეციალურად თუ დაშენებულიყო იქაც ისა ტრიბუნა რომელზედა თავრობა დადგებოდა და ყველა ისა ცეგას ბიუროს შემადგენლობა დასწრებოდა თავრობა ყველა და ჩატარებულიყო თავრობის დონეზე ეს სამგლოვია მიტინგი ეს მე რატომ კაც გვეწერა ერთი რომ სამტრედია უნდა დაქმეოდა სამტრედია სტალინის სახელი რატო არ ვიცი მე რატომ უნდა დაქმეოდა რაღაცა მაგრამ იქ ახლა სტალინისთვის უხერხულია რომ სხვა ქალაქებს რაღაცა და სამტრედიასო სტალინის სახელი ერქვასო გაუბრალოება მაგის სახელისო თუ დაქმევა თბილისს დავარქვა თუ კაცო სტალინის სახელი სამტრედია რა საკაზდივა აბა ხო და მოკლედ ამაზე ვარი გითხრა დანარჩენი ყველაფერზე ეს 20 მოთხოვნა ქონდა ყველაფერზე დაგვეთანხმა ეს ხო მე ახლა გამარჯვებულები ვართ კაცო უკვე მივაღწიეთ ესა აუციეთ ჩვენს მარკას ახლა ეს უფრო გამარჯვებულები ჩამოვედით იქიდან ცეგადან და ხალხსაც ვთხარით ესა რა ატყდა ურატაში რაღაცები და ჩავბრუნდით ამ იმაზე ძეგლთან რომ ხალხს უთხრათ ხალხი დაახლოებით 9 მილიონამდე იყო მაგდენი ხო 9 მილიონი იყო გამოსული ეს რაიონებიდან იქიდან და ყველაფერი ჩამოს ხო და უთხარით ახლა იყო ტაში გრიალი რაღაცები იქ გორიდან ლენინ და სტალინი ჩამოვიდა ეხლა ჩვენ ვიძახდით ლენინ სტალინ და ესა და პარტია და არასოდეს არ გვიტყვია რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და რაღაც წარმოდგენაც არ გქონდა ჩვენ ამისი ჩვენ სტალინის შექმნილი ქვეყანა გვიმდოდა თუ არა ისე გამოუყოფელი მეშევკების ხადამჭერები კი არ იყავით ხო და ვიღაცა მე ახლა გამოვიდა რომ ესო პირველი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაიგე ხო და ამაზე უფრო მეტად გაღიზიანდა ეს მოსკოვი ჩამოვიდა ხო ჯერ ისა როგორ დაიწყო ესა და ნუ მოკლედ რახან ამ თავრობამ ნება დაგდო მოკლედ მოაწყდა მას სტალინის ძეგლს თელი პარტიული და ხელოვნების
წარმომადგენლები რა აი მაგალითად ყველა ცეკას დივანი გამოვიდა ამ სიტყვით აკაკი ხორავა მოვიდა აკაკი ვასაძე მოვიდა ანჯაფარიძე მოვიდა ვინ არ მოვიდა მოკლედ იქა იქ პატარა ხისკიბები გაუკეთეთ იმაზე ასასვლელი ტრიბუნაზე რომ ხო და ვერ გაუძლებდა ახლა აკაკი ხორავა 200 კილოგი იყო და ხო და ასე მითავიყვანეთ რა მოვიდა მოკლედ გაგიჟდა ხალხი ახლა ეს დაინახეს უკვე ხელ ნუ ესე იგი გავიმარჯვეთ რა რომ ცეკას ძვინები გამოდიან ის ადამიანი მეორე დღეს კიდევ ამხელა სამგლოვიარო მიტინგი ტარდება იმაზე დენის მოედანზე 9-ში ხო მოკლედ ძალიან ამაღლებული ტონით მიდიოდა ეს ღონისძიება და ვიღაცამ თქვა რომ იქ პრეზიდიუმში ახლა იქ ცალკე უკან ვიყავით ამ ძეგლის უკან ხო და ისო დებეშა გაუგზავნათო მოსკოვსო რომ გამოთქვა თუ ამ დიდი ხალხის სული რომ ჩვენ გვინდა რომ გადადგესო ხრუშოვიო ხო და სამდე ყრილობა იქნება და რაღაცებიო მანამდე დროებით მოვალება მოლოტოვს დაეკისროსო აი ასეთი ხო და ეს ნამდვილად იყო ასეთი რაღაცები და წავიდა რა ხო ყველა არ წავიდოდით იქ ნაწილი ესე იგი ჩვენი კომიტეტიდანაც წავიდა ამ დომშუაში და იქ თავრობის სახლის წირო ის იყო კავშირგაბმულობის სახლი კავშირგაბმულობის სახლი ხო და წავიდნენ ახლა ამათ სამხედროებს გამაგრებული გქონიათ ყველა ეს ძირითადი ეთქობა ვიღაცა პროვოკატორი იყო ხო არა ჩვენში ახლა არა იქეთ შემოაცურეს ალბათ პანიკერები რაღაცები მაგრამ ისეთ ვიღაცა რომ დავეძახებიე და ახლა გააკეთე ესეთი არ იყო მაგრამ შემოაგდებდა ვიღაცა რაღაცა ისეთ რომელიც ადამიანებზე მოქმედებდა და მე ჩვენ მას ვახორციელებდით რა ხო და თუმცა გამოცდილება არაფერი არ ჰქონდათ არაფერი ხო და გამედით ახლა და წავიდა ეს ჯგუფი წავიდა იქედან ხო და ჩვენ ვაგრძელებთ ახლა ამ მიტინგს და არის ერთი ამბავი ხა და გამოსვლები და ხოს ყველაფერი ხო და ამ კოლმენობის მოედანზე უხვევდა ისა ტრამვაი და ეს აღყადებული ხალხი ახლა სიხარულით რაღაცებითა და დაცვალეს ეს ტრამვაი და გადააბრუნეს ტრამვაი სულ ასე გაშოტილი იყო ქუჩაში ეგეთი ის იყო ხო სხვა არაფერი არ დაგვიშევებია სხვა ეს ტრამვაი გადავაბრუნეთ მარტო მაგრამ რაც შეეხებოდა ეს სურათები მოდიოდა იქიდან და ზოგი ძვირფას სურათები იყო და არატანდნენ მაგრამ ვერა ძალით გამოგქონდა იქიდან და სურათები და ვენოკები მოდიოდა იმდენი რომ არ ვიცოდით სადა გვეწყო და თოკებით იმას ვქედით და თავიდან მოვაბით ალბათ ეს ნახული გექნებათ იმაზე და მოგვაყენა ერთი უზარმაზარი გვირგვინი მოვიდა და წავიკითხეთ ყველას გქონდა ტრაფარეტი რომელ ორგანიზაციიდან იყო გვირგვინი ეს გვირგვინი შეწერა ღირსეულ მამას უღირსი შვილებისაგან ქურდების გვირგვინი ხო უზარმაზარი ყველაზე კაი გვირგვინი იყო და ცენტრში დავკიდეთ ეს იმაზე ხო და ესეთი ნუ რა თქმა უნდა გადაჭარბებული იყო ზოგიერთი მოთხოვნა და ეს ტელეგრამის გაგზავნას და რაღაცები და გაისმა კაკანი რა უწყვეტი ისა სროლები ხო და ვიგზენით რომ ეს მოდიოდა რუსთავიდან იქ არ უნდა მოსულა ჯერა ხო და
და მე დაიძრა იქიდან ჩამოვიდა და ხალხს ხოცავენ იქიდან ტრიბუნაზე ამოვიდნენ ხო და მე აქედანაც დაიწყო მოძრაობა ახლა რაღაცა მაგრამ მიგვაცალა ახლა ეს მომენტში და გულშიტელები მოხსნილი ქონდა ამ ტანკებს რომ უფრო მაგარი ხმა ქონოდა რა კაცანი გაქონდა იმან ხო და მოგვადგა იქა იქეთ ხომ დედაერის ბაღია მაშინ არ იყო მაგრამ ხო იყო იქეთ და აქეთ კიდევ ეს იყო ცხამატის მოედანი ხო და კიბეები ქონდა ჩამოსასვლელი ფართე კიბეები ძალიან დიდი კიბეები ქონდა ჩამოვიდა და მოდის ტანკი ხო და ჩამოვიდა ესე იმაზე კიბეებზე მოდის ეს ტანკი ახლა და იწევა ხალხი და შეიძლება მაგრამ აღარ არის ტევა რა ტევა აღარ არის რომ გაიწიოს ადამიანება მოდის ეს ტანკი მაინც რა თორე რამოდენიმე კაცი ახლა ტანკის ქვეშ მოყვა რა თქმა უნდა შიგნით რო შემოვიდა ცენტრში ამ ძეგლის უკან და ჩვენ გადმოვიტანეთ უცარმაზადის ის ქონდა სტალინის პორტრეტი ფეხზე იდგა ამე და მოდი ის დაუფინეთ ახლა ტანკს ხო არ გადაევდა ხო და იმანაც ახლა ზედარ გადავა ნაპირზე მაინც ეს მუხლხა და თამბაქოს ფაბრიკა იყო იმასი პლეხანაუძე სადღაცას გაიგე და მე იმის დირექტორს ეკიდა ეს გადავლილი სურათი რა მახსოვს ხო და დაიწყეს სროლა და ვეუბნებით ახლა უყვირივათ რომ ნუ გეშინიათ მაღლა ისვრიან კაცო ჩვენ ხარ გვესვრიან აპაზე ხო და ეს ტყვიები რომ მოდის ტრასირუში ტყვიები იყო ფერადი ტყვიები რვეცემოდა ამ მარმარილოს სვეტს რომელზეც იდგა ეს მაღალი იყო ძალიან ხო და ესე დატრიალდებოდა კაცო ტყვია გარშემოუვლიდა ამას რა ამ რეკაშეტით ეს ტყვია ხო ისეთ სასწაული არაფერი მიარ ხო და სასწრაფოდ მოვიდა ეს მილიცია რომ კგბ-ს არ დავეჭირეთ ხო და დაგვიჭირა სულ ყველა ეს ვინც ვიყავით იქა 12 კაცი დაგვიყვანეს და იქვე იყო ქალაქის სამორიგეო ერთსართულიანი სახლი იყო რა ცოტას რომ გამოხვალ ხიდზე ეხლა რა არის ლეონიდის ძეგლის სადაც დგას იმის წინ იყო ერთსართულიანი სახლი და ის იყო ქალაქის სამორიგეო და მილიციის და იქ შეგვყარეს ჩვენ და იქ ვიყავით ახლა დაახლოებით 4 საათი იყო ესეთი როდესაც უკვე ჩვენ დაგვიჭირეს და დაგვიკითხეს გლადკოვის ბრძანება ამაში რა უნდა გლადკოვის რომ იყო ქალაქის წესებიო ყველაფერი და ბრძანება გლადკოვი იყო ქალაქის კომენდანტი სამხედრო კომენდანტი ხო და ბრძანებო რომ შემოღებული იქნეს კომენდანტის საათი არ ვიცით ის კომენდანტის საათი რა აუდავკლათ როგორ ავიგე ხო და ეხლა ამ მილიცია გითხრა რომ ერთად ვერ გაგიშვებთო ორ კაც გაგიშვებთო იმიტომ რომ ესა ჯგუფურად დაგიჭერენ რომ გაიგეთ რუსებიო ხო და ორი კაცი გაგუშვეს რომ საპატიმროში არ ავიყვანეთ რა ამათ ხო და რომ გამოდით გარეთ ეხლა ჯერ კარგად გაჩერებული არ იყო ყველა გაჩერებაზე იდგა ვილისი რომელსაც გადახსნილი ქონდა ეს წინა შუშაც ხო და ორი ავტომატში კი ისა პულიმეტში კი იდგა იმაზე ორი პულიმეტი იდგა და ორი პულიმეტში კი ფეხზე დამდგარი ასე ყველა გაჩერებაზე სადაც კი ცერდებოდა ტროლეიბუსი ან ტრამვაი რა და ასე გამოაღწიეთ მაგრამ ერთი კვირის მერე მაინც ყველა დაგვიჭირეს ვინც ვიყავით მე
მე ამას ახლა მოყვა 1000 სხვათა შორის ეროვნული მოძრაობის ბიჭები რო იყვნენ ახლა ჟიადისტები და რაღაცები ეს ზოგიერთები ძალიან ნორმალური ბიჭები იყვნენ იქ მაგრამ ზოგიერთი ნამდვილი სულელები იყვნენ ნამდვილი ხო და ეს რო გამოვედით და რაღაცები მე ერთი ვოვა იყო სიხარულიძე ამ იმის ძმაკაცი სვიადის ხო? სვიადის ძმაკაცი მაგის მამა იყო მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი ისა ვასო სიხარულიძე 7 ლენის ორდენის კავალერი იყო 7 ლენის ორდენი ლენის ორდენი არ ეს ქონდა მიღებული მაგრამ ჩაი იყო მაშინ და მაგის ხო და ის მოვიდა მე ჩემთან და შეამტიმ გამომაგზანა ამაღამ მოვალო მე შენთანო და უნდა მოგიტანო ისაო პროკლამაციებიო ხო და ამ იმაშიო სტუდენტთა ქალაქის კორპუსებშიო უნდა დაყარო ღამეო პირველ და მეორე სათულზეო და ისე დაცორა ღამე თუ არავინ არ გიყურე დაყარო ეს 56 წელს არის 56 წელს 56 წელს ეხლა იქ დამთავრდა ახლა ეს ყველაფერი და ჩვენ დაგვიჭირეს ერთი კვირა ვიყავით თუ რაღაცა მოსკოვიდან ჩამოვიდა დიდი კომისია ძალიან და კითხავდნენ და იქ ყავდით კგბ-ში ოღონდ იმაში არ შეგვიყვანეს ცალკე ოთახებში ვიყავით და სკამებზე და იმებზე გვეძინა ხო და ეს არვიდოდა მოსკოვს რომ ფართე რეზონანსი მიეცათ ამისთვის და პოლიტიკურად მოენათლათ ესა იმიტომ რომ ხო არის საბჭოთა კავშირის გარეთაც ხო გაიგეს ახლა ეს ამბავი და ეს მასობრივ არეულობაც უნდათ გაეყვანათ როგორმე არ უნდათ რომ პარტიული პოლიტიკური ელფერი მისცემოდა ამ ღონისძიებას ხო და თვითონაც ჯოლად გვექცეოდნენ დაკითხვაზე იქეთ მივყავდით რომ მე მაგალითად ვერზეული იყო ასეთი ვიღაცა კგბ-ში და მეორე სგვარი არ მახსოვს რომ დამიჭირეს ისეულში და რომ მე ვიყარე კგბ-ში ვისხეს რომ შეხო რუსული არიციო არ ვიცი მეთქი ხო და ამიტომ დაკითხვაზე რომ იქნებიო შენ რო გეტყვიან რუსული იცით არა შენ უცხარი არ ვიციო რაც არიციო და ხო და ამიტომ ჩვენ დაგვავალებენო იმასო თარგმნასო ხო და შენო ისე მეთყვი საწამდეგვებსო და კარგად ილაპარაკეო ხო და ჩვენ მე როგორც საჭირო იქნება ისე გადაუთარგმნით მაგათ რა აი ასეთი დამოკიდებულება იყო და დაგვიჯერეს ახლა იმეთ ხო და ისე აი რა მაინტერესებს ბატონო გრიგო სროლა რის გამოატყდა აი ახლა აქაც ამ ისტორიულ მონაკვეთში ესე წერია რომ ვიღაცა ნაწილი ცდილობდა რომ შეჭრილიყო ფოსტამში. არა, ფოსტამში დაიწყეს ყველაფერი. ხო და მართლა შეიჭრა ვიღაცა თქვენიან თუ პროვოკაცია იყო. არა, ბატონო, არავითარ პროვოკაცია არ იყო. იქა მივდიოდნენ დებეშის გასაგზავნად და შესულიყო ესა და გაეგზავნათ. რა ჯგუფს უნდა გაეგზანა ეს ხელმოწერებით, იქ უნდა შევსებულიყო ესა. და ამის გამო დაიწყეს სროლა. ხო და ჯერ მაღლასროულობდნენ, ერთმანეთს ადუგეშებდნენ რომ ნუგეშინიათ მაღლასროულობდნენ, მაგრამ რო დაეცა თავის სამხანაგი და სისხლიც განოიცნებოდა, მე აღარ ისროდნენ მაღლა, ხო? და მე რამდენი კაცი არ დაიცვალა შენი იმ 39 კაცი დაიღუპა, რომ იმაზე რომ ეს იმას ყიდენ კარში და რაღაცებში გამორიცხულია, იმიტომ რომ თქვათან მიდექი ჩვენ ძირითადად თქვას უყურებდით და ხიდთან ვიყავით. არავის მსგავსი ასეთი რამე არაფერი მომხდარა, ეს 30 და დაშავდა 50-მდე კაცი რა დაჭრილი რომელიც იყო. და ეს ახლა მე ჩვენ არ მიგვიშვეს იქ მაგრამ მე ხო ვიცოდით რომ
საავადმყოფოებიდან წაიყვანეს და დამარხეს. ეს მიცვალებულის სახში არ გაატანეს, იმიტომ მე აქ ახლა წერია, აქ რუკებიც არის, სად არის დასაფლავებული, გაიგე, ახლა რო არის თენია ჭორე არას და აქ რუკა არის, ესე იგი, სად არის დამარხული, რომელ ადგილზეა, ხო და რომ ეხლაც რომ მიხვიდე თავისუფლად მიაგნებ სად არის ამას დაღუპული ახალგაზრდები. სანამ თქვენ მაგას მოძებნით ბატონ ლედიშერთან გადავალ, იმიტომ რომ აი ეს თქვენი მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი და იმდენად ყოვლის მომცველი იყო, რომ ეს სიმართლე გითხრა სისხლი გამეყინა ძარღვებში რა. და აგერ ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა აღნიშნა ბატონო მალხას ეს ცხადი სასწაულია სტალინის სურას ტყვიაც კი არ ეკარებოდა და გვერდსული და თან ამას ყვება თავად ბატონი გრიშა თვითმხილველი დიდი მადლობა ამ ისტორიული ფაქტის გადმოცემისთვის. პეტრე თორელი გვეუბნება ამას. რა სიტყვით აი რა იყო რატომ იყო ეს მოვლენა გარდამტეხი მე აი მოკლედ ჩემს მოსაზრებებს მოგახსენებთ. მიუხედავად იმისა, რომ 56 წლის მარტის აქციები ფორმალურად სტალინის სახელს და მის დაცვას უკავშირდებოდა, რეალურად ამ დღეებმა საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალი ტიპის საქართველოს ისტორიაში მოძრაობას. ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. სასაფლავები და აი სადმარხია ეს ბიჭები ყველა მითითებული ადგილზე. მადლობა ამ წიგნისათვის. ვერავინ ვერ დაინახავს ამას, ეს თავიდანვე უნდა შეგვეყვანა, რომ ეჩვენათ. არა უშავს. როგორ ფიქრობ, სწორედ აი 56 წლის მარტის ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდების იმ თაობაში, რომელიც ამ დარბევას შეესწრო, დაიბადა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ეროვნული მოძრაობა. სწორედ ამ მოვლენების მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელიც ბატონმა გრიგოლმაც ახსენა, ხო, აი პროკლამაციების და ასე შემდეგ. რომლებმაც ამ პერიოდში შექმნეს პირველი იატაკქვეშა ორგანიზაცია გორგასლიანი. კი ბატონო. რატომ აღიქვამს დღემდე საქართველო და ქართველი ხალხი, ყველა აბსოლუტურად, მე არ მეგულება ეხა ნორმალური ადამიანი, რომ სტალინის შეურაცხყოფას პიროვნულ შეურაცხყოფად რატო იღებს ქართველი? მოგესალმებით. გარდა გადაჯიშებული და გადაგვარებული ქართველებისა. მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ბატონო გრიშა, ბატონო მალხას და უღმესი მადლობა ბატონო მალხას თქვენ განსაკუთრებით. რატომ ახლა? არ ეწყინება ბატონ გრიშას რო თქვა რომ ერთ-ერთი უკანასკნელი მოხიკანი არის იმ დროის ხო რა თქმა უნდა ხო უნდა ვიცოდეთ ეს ახლა ჩვენ ვერ ვაფასებთ ამას საერთოდ თორე ეს არის რა ოქროს ასოები ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში იმიტომ თვითმხილველი დრო მოვა გავხვევთ 20-30 წლის შემდეგ ამ გადაცემას დღევანდელ დღეს ამოიღებენ ჩემო ბატონო და მოусმენენ ბატონ გრიშას რას ლაპარაკობდა მომავლის ისტორიკოსები იმიტომ რომ ეს არის უძვირფასესი მასალა კაცი რომელიც თვითმხილველია იმ ამბების და გვიყვება იმას სინამდვილეს რაც იყო ახლა ისტორიკოსისათვის ამაზე უძვირფასესი წყარო სხვა არაფერი არ არსებობს სამწუხაროდ ძალიან თვითმხილველის მონაყოფი სამწუხაროდ ჩვენ თვალწინ იყვნენ ეს ადამიანები ჩვენ თვალწინ და ბოლოს 90 წელში 36 წლის წინ ძალიან ბევრი ცოცხალი იყო ჩემო ბატონო ძალიან დიდი რაოდენობა ხო შეიძლებოდა ვინმეს მოფიქრებოდა და ჩაეწერა ამ ხალხის არავის არ მოფიქრებია სამწუხაროდ ბატონ ნოზაძეს ძალიან დიდი მადლობა რომ ეს წიგნი ძალიან კარგი წიგნია მან შექმნა და ნოდარ ნათაძეს აქვს კიდევ დაწერილი სისხლიანი პარასკევი ჩემო ბატონო ხო დანარჩენი ახლა ამ თემაზე იბეჭდებოდა რაღაცები ჟურნალ გაზეთებში მაგრამ მე ვლაპარაკობ იმას რომ ეს ნაღდი მონათხრობი თვითმხილველებისა სამწუხაროდ არის მე მყავდა ჩემი ნათესავი იყო ახლობელი კაცი ნოდარ გვენეტაძე რომელიც 1933 წელს იყო დაბადებული ჩემო ბატონო სტუდენტი იყო მუშაობდიო თქვა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წელს ჩატარდა პოლიტიკა სამჟავროზე ასეთი პროექტი იყო. სადაც ის კაცი ჩავწერეთ და მაქვს ის ჩანაწერი. ჩემო ბატონო, თქვენსავით ყვება რა იყო და როგორ იყო მჟავანაძეზე ყვება, აი ჯუდეზე რო ლაპარაკობდა, უძვირფასეს წყარო ეს საქმის ერთი ნაწილი. ახლა მთავარი რაში მდგომარეობდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო? სტალინიზმი
იყო რელიგიის რანგში იყო აყვანიშნული. 20-იანი, 30-იანი წლებში ის უპრეცედენტო მოვლენები, რომელსაც დედამიწის 1/6 ნაწილზე ჰქონდა ადგილი და შემდეგ მეორე მსოფლიო ომში უპრეცედენტო გამარჯვება. უპრეცედენტო, იმიტომ რომ კაცი, რომელმაც და მის სახელთან იყო დაკავშირებული, მოიგო მიწაზე, წყალზე და ჰაერში ერთბაშად ომი და ამავე დროს არავის არ დაავიწყდეს მთელ მსოფლიოში მისი ეგიდით დაიწყო ანტიკოლონიური მოძრაობა, რომელმაც დაამხო ფაქტობრივად ინგლისის უზარმაზარი იმპერია, რომელშიც დაპარაკობდნენ მზე არ ჩადისო. და მე ვიტყოდი, მეორე მსოფლიო ომში მარტო გერმანია არ დამარცხებულა, დამარცხა ინგლისი. ინგლისი ყველაზე მეტი ზარალი განიცადა ინგლისმა. და მე მიაქციეთ ყურადღებად ერთი უმნიშვნელოვანესი რამ. მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად საქართველოს გაიყვანა ყველაზე მეტი დიდი რაოდენობა მეომრებისა 750,000 კაცი და 750,000 კაციდან 350,000 კაცმა თავი შეწირა სამშობლოს და თქვენ წარმოვიდგინეთ იმ ახალგაზრდობაში რომელიც სტალინიზმით იყო აღზრდილი სტალინის იდეებზე იყო ეს იყო მეხის გავარდნასავით მეხი მოწმენდილ თაზე მეხის გავარდნა როდესაც 56 წლის თებერვალში გამოვიდა იქა ხრუშჩოვი და გააკეთა ეს საიდუმლო მოხსენება. არავინ არ აქცევს ყურადღებას, ახლა ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს გადაცემაში არ ვიცი როგორ იქნება მისი პოზიცია ზურა ბაბაშიძემ დაწერა შესანიშნავი წიგნი ცივი ომი. სადაც აქვს ზურა ბაბაშიძემ აქვს დაწერილი მამამისი ესწრებოდა ჩემო ბატონო წერია წიგნში მეოცე ყრილობას ბატონი ირაკლი აბაშიძე და ირაკლი აბაშიძეს აქვსო მამა მოთქვაო ასეთი რაიმეო რომ ერთ გენერალსაც არ ეყო ვაშკაცობაო რომ წამომდგარიყო და რას ლაპარაკობო რომ ეთქვა ალბათ ნაძირალასა შენ ნაძირალაო და მაშინ მთელი ყრილობა ფეხზე წამოდგებოდაო და რა დღესაც მაგრამ ვერ მოხერხდა ესო საიდუმლო მოხსენებაზე მაქვს მხედველობაში ახლა საქმე რაში იყო ბატონო მალხას და ბატონო კრიშა ჩემი გადასახედიდან იმიტომ რომ სტალინმა დაწერა შეხედა მან იმოქმედა მე სულ ამაზე ვარ მან უპასუხა დროსა და მოთხოვნებს რა დროც იყო მას იმან ზუსტად ისტორია მოიყვანა ისეთი პიროვნები და გაპეროვნება და გააკეთა ის მაგრამ ნახეთ მე რა ხდება მე მიხვდა და ის იმიტომ იყო გენიალურად მოაზროვნე კაცი რომ აუცილებლად ცვლილებები იყო საჭირო და ამიტომ დაწერა ეს რა ქვია შესანიშნავი ნაშრომი ეკონომიკური პრობლემების საბჭოთა კავშირში რომელიც დღევანდელ დღეს ჩინეთს აქვს ჩინეთმა გამოიყენა და მიაღწია სახელმძღვანელოა მათ. კონსტიტუცია ჩინეთის კონსტიტუცია. ბატონებო, საქმე რაში არის? 1952 წელს აქ დღეისწორს იჯდა ჩემი მეგობარი ნუგზარ ბარდაველიძე და მან თქვა 52 წელს და ეს ასე იყო რომ მან მიზნად განისახა ცვლილება ხელისუფლებაში. და მაგდა როგორც კი ამას შეხედეს პარტიის ჩამოშორება უნდა და ხელისუფლება იმიტომ რომ პარტია აშკარად იყო უკვე დათრეული ყავდა უცხოეთის სპეცსამსახურებს ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამავე დროს რა ტროცკისტებს და უცხოეთის სპეცსამსახურებს ამავე დროს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ არის რატომ უნდა იყოს გადახალისება იმიტომ უნდა იყოს გადახალისება რომ კორუფციის ჭია ჭამს ერთპარტიულ სისტემას. როდესაც ღირსეული ოპოზიცია არ არის, მე ვლაპარაკობ იმ ოპოზიციაზე, რომელიც იძახის დღედაღამ გადადექი, უნდა დავამხოთ და ასეთ. როდესაც ღირსეული ოპოზიცია არაა, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე არ ზრუნავს და რომელიც ფიქრობს ერთადერთ რაიმეს, ამას ჩავანაცვლებ იმის გამო, კი არა, ქვეყანა რო განვითარდეს, არამედ რომ ესენი რასაც ჭამენ, ახლა მე შევჭამ. ორი იმდენი მე შევჭამ. ხო, აი ესეთი ოპოზიცია კი არა, უნდა იყოს ყოფილიყო ღირსეული იყო. ამიტომ სტალინს უნდა და ამის ცვლილება და შემთხვევითი არისო, რომ მის ნახეთ რას აკეთებდა, ის აკეთებდა გარკვეულ გამოხშირვას იმ კომუნისტური ნომენკლატურისა, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურა 30-იანი წლებიდან იწყებდა ფაქტობრივად ჩამოყალიბებას. ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო ომის დამთავრების პერიოდში. რაები აქვს გაკეთებული ჟუკოვს. რაები აქვს სხვადასხვა გენერლებს გაკეთებული რომ მოქონდა. ნახეთ რატომ არ აფასებენ ამას როგორ მინდა გითხრათ, იცით? ამას ჭირდება მეცნიერული შეფასება, როგორ. აი ნახეთ სტალინმა
გარკვეული დროის განმავლობაში, ცოტა ხნის განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია ამას. რატომ? იმიტომ რომ მან შესანიშნავად იცოდა ისტორია. ნახეთ, დავით აღმაშენებელი რომ შემოვიდა თბილისში, 3 დღეს ჯარს საძვარცოვად მიცა თბილისი და მერე გამოსცა ბრძანება. ვინმე არ გააკეთოს, თორე ძელზე გავსვამო. ასევე გაკეთდა მაშინაც. მოგეხსენებათ როგორი სიტუაცია იყო, მაგრამ მერე კიდევ რო გააგრძელა ჟუკოვმა და მისმა არმადამ ასეთი ამბები, მერე რა დღეს დააყარა მას ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და სწორედ როდესაც მან ცვლილება დააპირა, მაშინ შეიქმნა ის ჯგუფი, რომელმა ჯგუფმაც მე დარწმუნებული ვარ ის მოიცილეს, მოკლეს. ამის შემდეგ 52 წლის შემდეგ მიმდინარეობს, 53 წლის მისი სიკვდილის შემდეგ მიმდინარეობს ცვლილებები რის გამო? იმიტომ რომ უნდათ ნომენკლატურას აბსოლუტურად ხელში აიღოს ძალაუფლება და ის იყო შიდა გადატრიალებები. მოკლეს ბერია, რომელიც ალბათ იყო ერთ-ერთი ღირსეული გამგრძელებელი იმ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ახალი ეკონომიკური პოლიტიკა საბჭოთა კავშირში უნდა ყოფილიყო. და ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ 3 წლის განმავლობაში თქვენ ბატონო გრიშა ამის მომსწრეხად 3 წლის განმავლობაში რაც მზადდებოდა, ამას ქვეშეცნეულად ადამიანების ნათქვეცნობიერად ადამიანების ნაწილი გრძნობდა, მაგრამ იმ საშინელებას, რომელიც მაშინდელ ახალგაზრდობას თავს დაადდა, ამას ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ სტალინიზმის ჩამონგრევა ამ ადამიანების თავზე იყო ეს წარმოუდგენელი მოვლენა და მოხდა ის რაც მოხდა 9 მარტი. 9 მარტი ეს მიდიოდა ნაბიჯ, იმიტომ რომ ხრუშჩოვის ხელისუფლებას სხვანაირად მართვა არ შეეძლო. ნახეთ რა ხდება 9 მარტის შემდეგ მოდის ოქტომბერ, ნოემბერი უნგრეთის. ხო ეგრე იყო. მერე მოდის ნოვოჩერკასკი, სადაც ხორცისათვის გამოვიდა ხალხი, ფშია და გვაჭამეო, ხო? მიუშვა მიქოიანმა, მიუშვა ამან ხრუშჩოვმა, ჩემო ბატონო, ავტომატები და დაწყრილეს ხალხი და ვინც გადარჩა ცოცხალი, ისინი კიდევაც დახვრიტეს. აი ეს იყო რა, იცით? ეს იყო ნიკიტიზმი, რომელიც დღემდეა რუსეთში. სხვათა შორის აი ხა თქვენ რასაც აუთ ბატონო ედიშერ მარტივად გეტყვით რომ მე აი თითქმის დარწმუნებული ვარ მე ხო იმებაში არ მიცხოვრია მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არც მე და ხრუშჩოვის იდეოლოგიის გაგრძელება იყო უბრალოდ ტროცკის იდეოლოგიის გაგრძელება იყო ხრუშჩოვი და ტროცკის ხრუშჩოვის სახით ტროცკიზმმა გაიმარჯვა სტალინზე სტალინი მოკლეს და ისე გაიმარჯვეს სტალინზე და მოახდინეს აბსოლუტურად ლიბერალური რევოლუცია, ანუ იმ იდეოლოგიისკენ გადაიხარეს, უბრალოდ ანგრევენ და ბოლომდე ვერ ანგრევენ, ხო? ეხლა მე სხვა რითი უნდა ახსნა, რომ პუტინი გამოდის 9 მაისს და არ ახსენებს სტალინს. ქონდა ჩვენ ამის შესახებ ახაც ლაბარაკი, ხო? ხო, ქონდა და იგივე შემილია გავიმეორ, ხო? მაგრამ ჩვენ ისე რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. აი რა ილუზიები დაიმსხვრა 9 მარტს საქართველოში ბატონო გრიგო. ეხლა საქმე რა შეიცით? ეს ყველაფერი არ იყო რომ საქართველოსთვის არ იყო გამპიროვნებული და მხოლოდ სტალინმა და ბერიამ შეძლეს ის რომ ქართველები ტიტულოვანერად აქციეს და აი ამეებმა შეეკრენ ტროცკისტები და რუსი ნაციონალისტები და გადაწყვიტეს რომ ქართველები გაენადგურებინათ. ეგ ჩანს თვალნათლივ ჩანს. ეს სია თუ რამე მეშლება. ეხლა რა ხდება? ხრუშჩოვს ესე იგი ცარიელი ბიჭიდან, ეს ცარიელ ადგილიდან არ დაუწყია ეს სტალინის კრიტიკა. თქვათ 54 წელს გადასცა მაგარ ყირიმი უკრაინას, ხო? კი ბატონო. ეს ახლა ახალი მასალა არის ამოღებული. ეს იყო საშინაო დავალება. საშინაო დავალება იყო სტალინის. უკრაინელი რახან იყო ამას დავალა ხრუშჩოვს, რომ ლენის გაყიდული ქონდა ეს ყირიმის ნახევარ კუნძული
და დგებოდა უკვე თანხის გადახდა რომ ვერ მოხდა ესე იგი უნდა წაიღო მიწა ესა და ამიტომ ხრუშოვს დააბადა რომ ისა შენო თქვათ მეორე რამე დამემართესო გაიგე ეს სასწრაფოდ უნდა უკრაინას გადასცეო რა იმიტომ რომ უკრაინას ხარ ქონდა ხელშეკრულება დადებული იმასთან იმას ქონდა თანაც გაეროს დამოუკიდებელი წევრი იყო და ამიტომ ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული რა სტალინის დავალება იყო რომ უკრაინისთვის უნდა გადაეცათ ყირიმის ნახევარკუნძული ხო და ხალხმა ეს ხო არ იცოდა კაცო რომ ეს სტალინის ჯიბზე ვითომ ხრუშოვმა გააკეთა და გადასცა იმას რა ესე იგი ხრუშოვმა იცოდა რომ პარტია უნდა ჩახსნოდა სამეურნეო საქმიანობას ეს მოლაპარაკებული იყო ყველა მიცოდა ხო და პარტია ნაციონალისტები რუსი და უცხოური სპეცსამსახურები და ტროცკისტები გაერთიანდნენ და სტალინი და ბერია მოიშორეს რა ხო და თავიანთი აი უჭყუოთ რომ გააკეთა რაღაცები უჭყუოთ გაიგე ეს სტალინის ბევრი ის გააკეთა უჭყუოთ გაიგე რომელიც ხალხის გაღიზიანება გამოიწვია იქნება ეს ხო კარგი იყო რომ ეხლა ყირიმი რომ ჩვენია თუ არა იქნებოდა ამერიკის ხო მაგრამ ასე სხვა ვერ გააკეთებდა ხო არ ეთყოდა სტალინმა დამავალაო ის თავის კაცობაში ჩაითვალა იმან თუ არა რო ეთქვა რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული საკითხი და რაღაცები ეს რომ გამოჟონილიყო ხალხში ამის წინააღმდეგ კი არ წავიდოდა ხალხი მაშინა ასე იყო ისა პარტიის ჩამოშორება იქედან პარტია დაყო სამრეწველო და სასოფლო რაიონებად პარტია გაიგე ეს ნიშნავდა იმას რომ პარტიას უნდა დაკარგოდა როგორმე ის ძალა რომელიც სტალინმა სული შთაბერა რა პარტიას თუ არა სტალინის გარეშე სტალინის სიბზნის გარეშე ამას არავინ არ დაშლიდა რა და ერთ რაღაცას უნდა მივაქციოთ ჩემი აზრით კიდე ყურადღებად მან გამოიყენა კიდე ველიკო რუსული შოვინიზმი თავად თვითონ რუსების ლაპარაკობენ და ეს ასეა ჩემს ერთ მაგალითს მოგიყვანთ მხოლოდ და მხოლოდ გამოქვეყნდა ახლა იყო სეროვი რომელიც იყო გარშემო კაგების უფროსი და რას წერს იცით გამომაგზავნაო ბერიამო 42 წელში შემოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩვენი არხებითო და მანქანითო რომ შემოვედიო სოხუმშიო აქო გალაღებული იყო ხალხიო ვითომო ომი საერთოდ არ მიმდინარეობსო აი ესო ციტრუსებს კრებთენო ის არის შემოდგომის პერიოდი არა ციტრუსებს ამუშავებდენო და ღეროდენ და ასეთ სიტუაციაში იყვნენ ამ ნაძირალას სამშობლოშიო აი ამას წერს გამიგეთ ეს ახლა რაში იყო საქმე იცით რუსებს ველიკო რუსულ შოვინიზმს ვერ აეტანა რომ 33-30 წლის განმავლობაში მათ სათავეში იდგა ქართველი კაცი და ქართველებს მიყავდათ ფაქტობრივად პარადი აქა და ამასთან ერთად ჩემო ძვირფასო მეგობრებო რა მინდა იცი გითხრათ ახლა ბადრომახთან მე თქვენ სავსებით გეთანხმებით იმიტომ რომ ის მე ფიქრობ საგეთანხმებით იმაში რომ მოიცილეს მის თავიდან მაგრამ საქმე რაში არის შტერის მეშვეობით შტერიც მაგრამ ოღონდ ინტრიგებში დახვეწილი კაცის ეს იყო ინტრიგები იცოდა უზარმაზარ ბუმაღლეს დონეზე ხრუშოვმა ნახეთ რას ლაპარაკობს ჩერჩილი თუ არ ვწდებით დაბადების 85 თუ 90 წლის თავი იყო ჩერჩილის დიდხანს იცოცხლა მას აქვს ასეთი სიტყვები რომ უთხრეს რომ თქვენ ძალიან დიდი ხედა შეხედეს რომ როგორი სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირი უკვე მიდიოდა იქეთკენ რა ქვია საიდანაც შემდეგ აღარ ბრუნდებიან და ისა ინგლისის პარლამენტის სტომაზე როდესაც მას მიმართეს ძალიან დიდი სიტყვებით, მადლობის სიტყვებით, მას აქვს ასეთი სიტყვები, ნათქვა, მე მევდლებდებთო, მადლობა გადავუხადეთო ხრუშოვსო. რაც მე გავაკეთეო, საბჭოთა კავშირის დასაშლელას 1000-ჯერ მეტია გაკეთებული ნიკიტასო. მე რასაც ვამბობ ზუსტად ეგ არის. აი ასეთი ერთად თამაშობდნენ. ხო და ბოლოს ისევ იმ თემას დავუბრუნდები, ხრუშოვი იყო ტიპიური ველიკორუსული დერჟავნიკი. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? გავიხსენოთ რა გააკეთეს რუსებმა
ჩვენ იმაში პოლონეთის აჯანყების დროს, სხვადასხვა აჯანყებების დროს, იგივე 1812 და რატო ლაპარაკობ? კიაზო ჭანტურია, იცით თქვენ? კიაზო ჭანტურია 16 წლის ბიჭი. დედის ერთა ბიჭი, რომელსაც მამა ფრონტზე ყავდა დაღუპული, რომელიც დედამისმა ჩემო ბატონო რომ მივიდა ბოლოს და კუბოშიო მანახეთო ერთ სიმწრით გაზრდილი ბავშვიო და კბილებით ამოაძრო დაჭედილი რო ხონდა კბილებით ლურსმნები ამოაძრო საიდან ვიცი ზუსტად ასე დაწვრილებით მე ჩემი ახლობელი იყო დედამისთან ცხოვრობდა სტუდენტობის დროს მდგმურად ცოცხალია დღესაც ის კაცი ჩემო ბატონო ხო და ის არ შვილობილა დაიყვანა დედამისმა და მან აიყო ისა იმ კიაზოს საპატივცემულოდ მის შვილს დაარქვა კიაზო რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არის და ვაშინგტონში თუ ნიუ-იორკში ცხოვრობს რატო ვლაპარაკობ ახლა ეს იყო ჩემო ძვირფასო მეგობრებო უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხის და გამოხატული თქვენ რო გაქვთ ახლა ისა გამოკითხვებში როგორ ფიქრობთ მე მაგალითად ვფიქრობ რომ ეს იყო ქართველი ხალხის ეროვნული სულის გამოვლინება ნუ უმეტესობა მაგას ხო რატო ვლაპარაკობ ეროვნული სულის გამოვლინება იმიტომ რომ ქართველი კაცი მოგეხსენებათ მეგობრებო ჩვენ 500 წელია სახელმწიფო არ ქონია ჩვენ ვიყავით დაჩაგრული ქვეყანა საქართველოება დაყოფილი კუთხეები ბოლოს ღმერთმა ინება რომ საქართველო გაერთიანდა და ამ გაერთიანებული უზარმაზარი ქვეყნის ეგით ქვეჯდა ამის სათავეში იდგა ქართველი კაცი ამიტომ იყო რომ ქართველმა კაცმა სტალინის გინება მიიღო ეროვნულ შეურაცხყოფად და ეხლა სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ დღემდე საქართველოში გამოცემული არ არის წიგნად ბატონო გლიშა მეოცე ყრილობის მასალები რომელზეც იქნა ის მოხსენება ხრუშოვის მოხსენება რომელიც კომპეტენტური პიროვნებების მიერ იქნებოდა გაკრიტიკებული როგორ ახლა შეფასებული კაცო გლობუსითო სარგებლობდაო ჩემი თვალის წამიკითხავს რასაც გლობუსი მეტი ძნელი არ არის ვიდრე რუკა ყველაფერს რო თავი დავანებოთ კაცო მეოცე საუკუნის მეოცე ყრილობის პლენუმი ხონდა ჩატარებული იყო 8 ირჩიეს ისა 15-12 წუთი ლაპარაკა ყრილობაზე სტალინმა სიტყვა რომ ისეს თურმე არ შეძლებია იმიტომ რომ ავადმყოფი იყო და რომ ვერ გააკეთა და 3 დღის მერე 17-ში ჩატარდა პლენუმი და საათი და 45 წუთი ლაპარაკა და გააკრიტიკა ისა პარტია გააკრიტიკა ისე რომ მოლოტოვი და კაგანოვიჩი და მიქოიანი დედადი არაფერში არ გარია არც აირჩია რამეში იმიტომ მოკლეს და მე მოკლეს მაგითო არა მოკლეს მიქოიანს ხო დარჩა ეძახი მაგრამ საქმე რა შეიცი ეხლა ჩვენ დელეგაცია რო იყო ხა ჩინეთში რომელი და ეხლა პაპუაშვილის იყო და არაფერი მაგრამ ამ პირველი კაცი რაც გახდა ელჩინი მის მერე ჩავიდა ის ჩინეთში ხო და დაათვალიერებიეს ელჩინი ხო და რო ჩამოვიდა იცი რა თქვა ელჩინი თუ ასეთი კარგი იყო რასვანგრევდითო კაცო თუ ასეთი კარგი იყო ხო და ის კარგი იმიტომ იყო რომ იქ ჩინელები არიან გაიგე ასეთი პასუხი მის ხო და ჩვენი 39 ბიჭი სიკვდილი რო გახდა მსოფლიოში ეს სალაპარაკო და ესა და ის ხო ამ მაოძედუნმა ცენტრალურ მოედანზე რო გამოვიდნენ სტალინის მერე ამის ობსტრუქციის მოსაწყობად მიაყენეს ტყვიამფრქვევები ღიად მოედანზე და 1000 სტუდენტი დააწვინეს 1000 სტუდენტი ტიანმენის მოედანზე ხო ეს იყო დენ სიაოპინის დროს დენ სიაოპინის დროს 1000 სტუდენტი ხო და ამის მერე კულტურული რევოლუცია რომ დაიწყო და ყველაფერი
ხო არაფერი კაც არ გაუგია არაფერი არ სახსენებენ ახლა გაიგერამეს არ სახსენებენ ის 1000 კაცი რო არ მოეკრათ მაშინ მოედანზე ვერც სინდიოპინი უშველი და ვერც მაოდე ვერც ვერაფერი ვერაფერი და ჩინეთი ეხაც ისე ჩინეთი იქნებოდა როგორც იყო აგერ ბატონო და შორს მიდიხარ სინძიპინმა ყრილობაზე ბატონო მალხას არ დააპატიმრა არ ყრილობაზე დააპატიმრა ის სხვანაირად ერთპარტიულ სისტემაში დაუშვა ვიდეო თუ ქვეყანა გინდა თუ ქვეყანა გინდა გასო უწერია ვიდეო ბანკიავებს ხო უწერია რომ აი არ ნუ ჩათული შენო ეს წესი ერად გააკეთო შეგიქებენო გაგაგდიკებენო თუ რასკიზამენო შენ უნდა გააკეთო ის როცა მთავარი ხარ რაც სამშობლოს სჭირდებაო სამშობლოს გადარჩენას რაც სჭირდებაო გაიგე და ხო ხედავთ ჩვენ შედეგი რა სინძიპინთან იახლა ორი უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტი იახლა ჩვენ ერთი ეხლა და მეორე ეხლა ხო და ჩვენ არა გვაქვს ატომი ხო ატომი არა გვაქვს და იმიტომ არა ვარ ძლიერები იმას რუსეთს ატომი აქვს ჩინეთს ატომი აქვს ამერიკას ატომი ყველაფერი ატომი ვინ შეუქმნა არა შეუქმნა იმათ შეუქმნა მაგრამ ჩვენ ატომზე უფრო ძლიერი გვაქვს კაცო ატომზე მაგრამ არ ვიყენებთ კაცო არ ვიყენებთ სტალინი როდესაც ქვეყანას აყავს სტალინი და იმას ვერ იყენებს შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ამაზე მეტი სისხლი რა უნდა იყოს ქვეყნისთვის და გამოდის კაცო ეს ჩვენი ხელისუფლება პაპუაში გამოდის და კომუნისტები ეს გადმონაშთი და ეს კომუნისტური ის არის იდეოლოგია კიდევ და ესა და რატო აგინებ რატო უკეთესად გააქვს საქმე თავი არ შეიგინო ახლა არა კი არ ვიგინები კაცო აი უკეთესად გააქვს საქმე გამაგებიე რა ბატონო გრიშა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ ახლა მაგი ჩავლილია მაი კომუნისტური აღარ იქნება აწინ მაგრამ ბიჭო ორჯერ კომუნისტური შეიძლება არ იქნება მე ბატონ გრიშას რაში ვეთანხმებით ხალხზე უფრო მეტი ზრუნვაა საჭირო კი მაგაში ხელისუფლების მხრიდან როცა განცხადება კეთდება რომ ჩვენ გვინდა რომ ხალხმა მეტროთი და იმეთი იაროს ავტობუსებით იაროს მანქანებიდან გადმოვიდეს და მეტროთი და იმეებით იაროს ეს არის მოწყვეტა აბსოლუტურად რეალობას ან ჯარიმებს იმიტომ ადებს თურმე რომ ხალხმა იაროს მეტროთი და იმითი რა ქვია ავტობუსებით მანქანები გააჩერონ და მთელი ცხოვრება ადამიანი იმისთვის რომ მოსო მანქანაზე დაждდეს და იაროს და კომფორტი ქონდეს თქვენ რატო არ დადიხართ მაშინ ფეხით ვინც ამ განცხადებებს აკეთებს მომიშვიდე ბატონო ხარ მე ჟავანაძე მე იმაში გავიცანი საბაგირო ვაგონში მესი ის ფონგულიორზე ირაკლი აბაშიძე იგავიცანი გიორგი ისა ცეგას დივანი რო იყო რამნიშნულობა პროვინცია ეს სუყველა დიდი ხალხი მე გავიცანი ჭანუყვაძეზე ამბო გეგეშიძე ჟორა გეგეშიძე გავიცანი მეტროში ყველა მეტროში ფეხი დადიოდა რო ჩამოვიდოდა ყველა ქუდს უხდია ის დედა აფრთხილებდა ბავშვს რომ ჟავანაძე ჩაიარა უკვე ჩვენ ფანჯრის წინ სკოლაში გავგიანდებაო იწერია იწერია ხო ვიჯო ჯერ შენ ჩაჯექი იმაში ჯერ შენ ჩაჯექი იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მე ჩავჯდები კი 100%-იანი ხარ გეთანხმები მაგრამ ეს თემა რო გადავიტანოთ ეხლა სხვა მიმართულებით აი მე წეგან შევეხე და თქვენ არც ერთმა არ გამეცით პასუხი რატომ მოხდა ისე რომ ეროვნული მოძრაობა გორგასლიანი ზვიადიმ და მერაბიმ დაიწყეს ზუსტად ამ დღეს რა მოხდა ძალიან მოკლედ უნდა მიპასუხო არა მაგაში რა ხდება იცი იქ ახლა მე ვერ დავამთავრე იმიტომ რომ ძელი მონოლოგი გამომდიოდა 45 წუთი ისე გამომივიდა ისა მოვიტანეს საღამოს პროკლამაციებზე ეწერა ისა დამოუკიდებელი საქართველო აქაც არის სურათი და წითელი ასე კუთხიდან კუთხეში გადადიოდა წითლად დაწერილი ბრძოლის ხმა სააკაძისა ის ქართველო ხელი ხმალსი კარჩავდგომია მტერიო
ეს იყო იმაზე, გაიგე? პროკლამაციაზე. ყველა 24 მაისს უნდა გამოვიდეთ, რომ ჩვენ დავიცვათ 24-ში თუ 26-ში. 24 მაისი. 24 მაისი. ეს იყო რომ 9 მას რომ დამარცხეთ, გაიგე? იმავე მაისში 24 მაისს უნდა განახლებულიყო ესა. ალბათ 26 რომ მოდიოდა იმიტომ. არაფერი 26 მაშინ არ იყო აბსოლუტურად, არა ხსენება არ იყო ჩვენი უბედურება, ქვეყნის უბედურება. ეს იწყება ეროვნულ მოძრაობიდან, გაიგე? ეს იწყება პირდაპირ ეს მე ძალიან მიყვარდა და მეგობრობდა, რა ვიცი, ვეხმარებოდი, გადაყოლილი ვიყავი მაგის მოფერებას, ზუსტად გამსახურდია. მაგრამ 1000 სულელი ეხვია გარეთ და არა, სულელები კი ეხვია. რაღაცა ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეროვნული მოძრაობის გარეშე საქართველოს დამოუკიდებელი არ იქნებოდა. ბიჭო, როდის ვიყავით? აი, ისა 18 წელს ხვა იყო ხელისუფლება იმან მენშევიკებმა. 21 წლამდე ჩვენ რა ვიყავით? თავისუფლები ვიყავი? ეგრე ეწოდებოდა რომ არა, ეწოდებოდა კი არა, ბატონო მალხაზ. თავისუფლები ვიყავი? თუ 7 ქვეყანა იყო საქართველოში ჩამოსული. არ ვიყავით, არა, თავისუფლები, ვინ ამბობს რომ თავისუფლები? შორტები აი მოსაჯდომეობა შოტლანდიელებმა შემოიტანეს საქართველოში შორტებით რომ დადიოდნენ და კაცები დასდებდნენ იმას და იმას აბა ეგ არ ვიცი ახლა შენ რაღაც ახალწყვები ახალწყვები და იმიტომ იტალიელები ჩვენ გვძალცავდნენ ინგლისელები ჩვენ გვძალცავდნენ გერმანელები ჩვენ გვძალცავდნენ ჰოლანდიელები ჩვენ გვძალცავდნენ მთელი ქვეყანა აქ იყო საქართველო იყო ბუდე როგორც დაზვერვის ისე ქვეყნის გაყიდვის არავითარი ორი და მემკვიდრე გახდა მენშევიკების მენშევიკების მემკვიდრეობა როგორ შეიძლება ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფლების მემკვიდრეობა მაგაში კეთახმები კი და ორი დღის კონსტიტუცია ორი დღე იყო მარტო კონსტიტუცია მიღებული ორი თორე ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია კუდრად შობილი კონსტიტუციაზე დაამყრეს და ჩვენ მაგას აბსოლუტურად გეთახმები მაგრამ ეროვნული მოძრაობა მარტო კონსტიტუციით ხო არ შემოიფარგლება ეროვნული მოძრაობა არის რომ ერს უნდა რომ იყოს დამოუკიდებელი მაშინ არ იყო ეხლა ცდილობს რომ დღემდე იბძვის ერი რომ იყოს დამოუკიდებელი აი ეხლა სუვერენიტეტისთვის აჯანყება რომ გამოცხადდა ეგ არის დამოუკიდებლობისათვის მომისმინე ისა დამოუკიდებელი რო გავხდით რაღაც 9 თვეში სამჯერ აღნიშნა ისა კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე, ნათლობის დღე, იმის დღე, ამის დღე. გაიგე? ხო და ეს ბოხოხიანი კაცი ის ქაკუძა ჩოლოყაშვილი რუსთაველზია. ისა იქ არის იმაში თაძმიდან ხია ხო და ირაკლი აბაშიძე დილმეშია ეს არის დამოუკიდებლობა ისეთ თემებს შევეხებით რაც ახლა იმას შევეხები ამას შევეხები ვიჯო მე გეუბნები რომ ნუ გამოვიწვევთ ახლა რა საზოგადოებაში ჩვენ თემას ასე გლადკათ აბა ასე გლადკათ არ შეიძლება თუ ვინმე არ ვაწყენია თუ სიმართლე არ ავთქვით თუ ვინმე რაღაცა ხაკუცა ჩოლოყაშვილზე არის რამოდენიმე მოსაზრება და ეხლა ჩვენი გადაცემის მიზანი არ არის ქაკუცა ჩოლოყაშვილზე საუბარი. მოდით ეხლა ვისაუბროთ იმაზე. ჩემი მიზანი არის კიდევ რომ ეს დამოუკიდებლობა ხო? კეთილი გზით დაგვაყენა დამოუკიდებლობა ჩვენ კეთილი გზაზე დაგვაყენა თუ დაქცევის გზაზე დაგვაყენა. ესო უთხრათ ხალხს უკარგი არ იქნება. მაგას სხვა გადაცემა მიუძღვნათ. ეხლა ამ გადაცემაში მე ვერ მოვასწრებთ უბრალოდ ამ ყველაფრის საუბარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემა არის ეხლა თქვენ რო იყოთ ბატონო გრიშა მარტო კი ბატონო მაგრამ ბატონი
ერთს არის, მასაც ხომ უნდა უსვა იგივე. კი ბატონო, მაგრამ თქვა ახლა მაგაგაგა კი ბატონო, პროფესორი კაცია და თქვი აბა დამოუკიდებლობა და კონსტიტუცია და მე შევგური ხელისუფლება და ყველაფერი თქვი. რატომ დაიბადა გორგასლიანი? ფაქტობრივად პირველი ეს პროკლამაცია რატომ გავწევდა? დაიბადა, იმიტომ ჩემი აზრით მე ვხედავ და დაიბადა, იმიტომ დაიბადა, რომ რაც გააკეთეს და რასაც ხედავდა იმ ნიკიტისტური ხელისუფლების შემხედვარე ის ხალხი და ნახეს რა უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდეს მათ ქვეყანა, რომ დახვრიტეს, რომ ეს ახალგაზრდობა მოწყალოთ შემობატონო თავად ბატონმა გრიშამ ბრძანა, არაფერს არ ვლაპარაკობდით, ვიძახდით ლენინ და სტალინს, მეც არაფერს წამოვიდა ხელისუფლებამ და ესროლა. ეს არის ახლა ტიპიური, როგორ გითხრათ, იცით, ტიპიური კოლონიალური პოლიტიკა, რომელსაც ხრუშჩოვი ატარებდა საქართველოს მიმართ. და ამიტომ წამოვიდა ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა. მეტი რა უნდა ახლა მე სხვა რა როგორ უნდა შეაფასო. მე ბატონებო, ამას მოყვა ნახეთ ჩვენ რა სიტუაცია იყო, როგორ რა სიტუაცია მე ხო თქვი, ამას მოყვა იგივე ხრუშჩოვის ხელისუფლების დროს მოყვა უნგრეთი, მოყვა ნეოჩერკასკი. ფაქტობრივად ხრუშჩოვის ხელისუფლების გაგრძელება იყო 89 წლის 9 აპრილი. ტყუილს ვლაპარაკობ, არა ანალოგიური სიტუაციები იყო ესენი. აგერ ბატონობა, აქ წაიგეთ და წელი აქა. დაღუპულთა დედებისა და ახლობლების მორიგი შეხვედრა. აქ. ხო, დაღუპულთა დედებისა და ახლობლების მორიგი შეხვედრა 91 წლის 9 მარტი. ხო. სანაპიროზე იქ სადაც ტრაგედია დატრიალდა. ანზორ კოჩლამაზიშვილის ფოტო. ხო. ესე იგი, ეხლა რატო გაჩვენე ესა? დაბზანეთ შეიძლება. ეხლა სისტემა იყო ასეთი შექმნილი. ყველა უმაღლეს სასწავლებელი რექტორები მე ყოველთვის ვატარებდი მიტინგს აქა. აქა. ხო და აი 91 წელი ამ ეროვნულ მოძრაობამ და ხო და რომ მივედით აგერ არის ისა როი მეტრეველი მე ვთხოვ ჯერ ვერ არის კარგად აი იმას მოიყვანა ხო და რომ მივედით ის ამოდენა ხალხი გაიგე მომიტინგები აი ეროვნულმა მოძრაობამ დამახვედა აი ეს ხალხი აი სურათი ხო არის აქა რომ აი ეს დედები არის და ვიღაც დეიდები ნახეს ვიღაცები ზოგიერთს დედა არ ყავდა უკვე ესა ხო და დამახვედეს შავი ლეჩაკებით ესე გაგურებლები ჩვენი შვილები სტალინისთვის არ დახოცილა ჩვენი შვილები დამოუკიდებლობისთვის დახოცა აი ესა და ვერ ჩავატარეთ კი მერზე დავდექით და ისე გასაგები ხო ეს არა მაგას კითხი მე გითქვი ერთი წუთი გააგზავნე ხო და აი ფაქტობრივად ეს მოხდა შემდეგ ის რომ გაცნობიერებული იქნა რომ ამ იმპერიასთან რომელიც ნიკიტისტურ იმპერიად იქცა თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო როგორ გითხრათ ახლა უკომპრომისო ბრძოლა სხვანაირად ყოველად წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყო იმიტომ რომ ეს ახლა რაც დაიწყო 56 წლის 9 მარტს ეს პერიოდულად განმეორდებოდა განმეორდა ჩეხოსლოვაკიაში განმეორდა ჩემო ბატონო განმეორდა სხვადასხვა ფორმებით და განმეორდა 90 ბატონმა გრიშამ როგორც ბრძანოთ 99 წლის 9 აპრილს ახლა არიან ესეთი გარდამტეხი პერიოდი იყო და გარდამტეხ პერიოდში რა ხდებოდა მოდი ვთქვათ რომ ჩვენ ისე ვიყავით და ისეთ სიტუაციაში ვიყავით რომ პოლიტიკა რა იყო და როგორ იყო არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცოდი რა იყო პოლიტიკა და ჩვენ მაგალითად პირადად მე მაგალითად წარმომედგინა რა პოლიტიკა ჩემი საქმე არა პოლიტიკის ანალიზს ვაკეთებ ასე თუ ისე და მაგრამ მე მეგონა რომ რასაც გადმოსცემდა ამერიკის ხმა ყველაფერი მართალი იყო რასაც გადმოსცემდა თავისუფლება ყველაფერი მართალი იყო და პირველად მე მაგალითად საიდან გავიგე ამის შესახებ ამერიკის ხმას რო უსმენდით ალბათ ახალგაზრდობაში იქ იყო ყოველ 9 მარტს იტყოდნენ რომ ამა და ამ დღეს ასე მოხდა საქართველოში და ასე დოქტორე აი იმდენად დიდი შიში ქონდა იმ იმპერიას დათესილი რომ ერთმანეთთან ამას ღია ლაპარაკს 9 მარტის შესახებ ჩემი თაობის დროს ერიდებოდნენ კიდევაც რო გაგრძელებული იყო სიტყვაზე ლაპარაკობ ვერ გაგრძელდებოდა მაგრამ კიდევაც რო გაგრძელებული იყო ის კიდე რაღაცა 9 მარტი მერე 9 მაისი სიტყვაზე ლაპარაკობ განმეორდებოდა ძალიან ცუდ ფერებში და ასე შემდეგ
და ამიტომ იყო რომ ერთადერთი გამოსავალი ისე გააკეთა ხრუშჩოვის ხელისუფლებამ, ვიტყოდი 56 წლის თებერვალში მან მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა საბჭოთა ხელისუფლება და ნელ-ნელა დაენარცხა დაბლა. ეხლა ისტორიის პროცესი როგორი არის? ისტორიული პროცესი ისეთი არის, რომ ხანდახან ისტორია ხარხარებს ცალკეული პიროვნებების სახით და როგორ უშვებს ისეთ წარმოუდგენელ რაღაცებს, რომელიც წარმოუდგენა ძალიან ძნელად გაუჭირდება უბრალო მოკვდავ ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ხრუშჩოვი მოვიდა ხელს, მაგრამ რომის იმპერიაში კალიგულა იყო შეგაიგაცო. ხო, ახლა მითხარით, რომელიც ოცნებობდა და ფიქრობდა იმის შესახებ, რომ მთვარეს როდის ჩავიწერ ლოგინშიო. ასეთი ანალოგიური შედარება შეიძლება ზუსტად ხრუშჩოვის შემდეგ მოდის ბრეჟნევი, როგორი სიტუაცია, გერონტოკრატიის მმართველობა მოდის ერთ-ერთ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ქვია. მერე რას აკეთებენ? ეხლა კუბასთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია შექმნან თვითონ ხრუშჩოვმა. მერე ხრუშჩოვის სიძე წერდა თვითონ მაშინდელი გაზეთები მაქვს მე ნახული რომ ამერიკაში ხრუშჩოვსო პომიდორი ესროლესო თავშიოთ შემოფრინდაო მანქანით როდესაც მიდიოდაო. მერე სასაცილოდ რო ყავდათ აგდებული ხრუშჩოვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქმე რაში არის იცით? იმიტომ მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და მე კიდევ სულ მუდამ იმაზე ვიქნები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას რომ სტალინმა ფაქტობრივად უნდოდა მიხვდა მან რომ ისეთი სახელმწიფო შექმნა, რომელიც სახელმწიფოს მართვა მის მეც არავის არ შეეძლო და ეცადა მის მოდერნიზებას, მაგრამ კომუნისტურმა ნომენკლატურამ, რომელსაც ფული ჰქონდა უკვე ხელში ჩაგდებული, რომელსაც კაიდი ცხოვრების გემო ჰქონდა გაგებული, გააკეთა ის, რაც გაუკეთა მას. ეხლა რა იყო, იცით? სტალინმა რო სახელმწიფო შექმნა, ეს იყო მე ვიტყოდი რელიგიურ პრინციპზე აღებული სახელმწიფო. რელიგიურ პრინციპზე რა სათავეში უნდა ყოფილიყო კაცი წმინდა კაცი. წმინდა, რომელსაც არ უნდა ქონოდა ფაქტობრივად დედამიწის ტერიტორიის 1/6 ფლობელი წავიდა იმ ქვეყანაზე და ოჯახი დარჩა, ოჯახი სახლი დარჩა. შვილები ორივე შეწირა. მეორე შვილი დაუჭირეს. კი ბატონო. და რა ვიცი, 1000 შეგედურება დატრიალდა, ორი ცოლი გარდაეცვალა. აბა მითხრას, კაცობრიობის, მე თანაც რუსეთში მოუწია მას მმართველობა იმ რუსეთში, სადაც გრიშკა ოტრაპიევიცკი იყო ერთი პერიოდი მეფე მმართველი ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ხშირად ვლაპარაკობ ამის შესახებ, რომ მას ამერიკელმა ჟურნალისტმა უთხრა, როდესაც იყო ჩამოსული, გვარი არ მახსოვს ახლა, არის დაბეჭდილი არის, რომ კი მაგრამო კაცო თქვენთანო საბჭოთა კავშირში თქვენო დიქტატორი ხართო. ვარო, უთხრა ფაქტობრივად. რასკვია, არა ვარო. მაგრამო, კი მაგრამ რატომ მოდა? რეპრესიები არის თქვენთან, არისო რეპრესიები, კი მაგრამ რატომ უნდა? მე ჩავიტბარეო, თაობაო, რომელმაცო მოახდინა 3 გადატრიალებაო და რა გარანტია მაქვს? მე-4-ს არ მოახდენებ. და მოახდინეს მე-4-ს. კი ბატონო, მე 4-ს მოახდინე. ამიტომ ამას უნდა მივყვეთ რითი, არა ემოციების საშუალებით, არამედ უნდა მივყვეთ პროცესუალური განვითარება. პრაგმატულად და უნდა ეხლა კაცო 60 დამისახელოს ისტორიაში ვინმე პირველი კაცი, რომელიც 73 წელია გარდაცვლილია და ამხელა ძალიან დიდი სახელი აქვს დატოვებული და დღესაც მის ხსოვნას მარტო სახელი აქვს დატოვებული. გზა აქვს და იდეა აქვს დატოვებული. გზა აქვს დატოვებული, როგორ უნდა განავითარო ქვეყანა, თუ გინდა რომ შენ იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და ჩინეთმა ეს მისი გზა აიღო დაიდო და გააკეთა ეგრე ერთიერთი. მე ეხლა ქარისის კვილებთან არის ბრძოლა. რატომ არის ქარისის კვილებთან ბრძოლა? ვის გაახსენდება სტალინი, როდესაც შენ აჩვენე უკეთესი ცხოვრების პირობები, უკეთესი სამართალი. რატო ვერ აჩვენებ? იმიტომ ვერ აჩვენებ, რომ ვერ აჩვენებ. ხო, აი ამაშია საქმე. ხო, აჩვენებ. ეხლა მე მინდა ბატონ გრიგოლს გავცე პასუხი, რაც თქვა. ეროვნულ მოძრაობაში 1000-ნაირი ადამიანი იყო. ეთახმები. ზოგი ისე იყო, ზოგი ესე იყო, ზოგი ისე იყო, მაგრამ ეროვნული მოძრაობა არც ზვიადის და მერაბის დაუწყია და არც დღეს მომკვდარა და არც არასოდეს არ მოკვდება. ეროვნული მოძრაობა დაიწყო ფარნავაზმა, ეროვნული მოძრაობა დაიწყო იმ დიდმა მეფეებმა, რომლებმაც შექმნეს ჩვენ წილთაღრიცხვამდე მოქმედებდნენ ფარსმანქველმა და ასე შემდეგ. ამას მეძახი მე ეროვნულ მოძრაობას. ეხლა რო უპირისპირებ შენ ამ
სტალინურ იდეოლოგიას, ეროვნულ მოძრაობას. მე მიმაჩნია ეგ არასწორია და რატომ? ეხლავე აგიხსნი. იმიტომ რომ ჩვენი უბედურება ქართველების რა არის? რომ მოდის ახალი რეჟიმი და აგდებს წინა რეჟიმის დროს გაკეთებულ კარგ საქმეებს. და ლანძღავს იმას და ლანძღავს ყველაფერს, იმას მიწაშიდებს ყველაფერს. თვითონ რას აკეთებს უკვე ხალხი ხედავს, მაგრამ ეს არის ტექნოლოგია, რომ აი მე რომ მოვდივარ, მე უნდა გავლანძღო აუცილებლად ჩემ წინ ვინც იყო, ყველაფერში. ყველაფერი უნდა გადავაგდო რაც იმან გააკეთა. კაი გააკეთა, ცუდი გააკეთა, მნიშვნელობა ყველაფერს ვაგდებ. მოვდივარ აქ, მე ვიწყებ რაღაც კეთებას, მეც ვაკეთებ ცუდს, მერე მოვა ვიღაცა, მე გამლანძღავს, ის იტყვის ისე და ჩვენი უბედურება რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ჩამოვყალიბდით, აი, ჭკვიანი ხალხი ვერ დაჯდა და ვერ ჩამოყალიბდა, რომ რა იყო თუნდაც მენშევიკების დროს კარგი, რა იყო კომუნისტების დროს კარგი, რა იყო შევარნაძეს დროს კაი, რა იყო ზვიადის დროს კარგი, რა იყო შევარნაძეს დროს კაი, რა იყო სააკაშვილის დროს კაი, რა არის ეხლა კარგი. და ეს რო ყველაფერი შევარწყა, წარმოიდგინე როგორ უნიკალურ სახელმწიფოს შევქმნით. არაჩვეულებრივი კარგს და ღირსეულს და მოსახლეებზე მზრუნვალს. რა მოგწონს ჩვენ სტალინში? სტალინი ზრუნავდა უბრალო რიგით ადამიანზე. ეს იყო ხო? და დღეს რიგით ადამიანზე არ ზრუნავენ, გეუნებიან რომ ჯარიმებს იმიტომ გიწესებ რომ მანქანიდან გადმოხვიდე და იარო ფეხით. და შენი არა შემამაცხონებულო და მე ელაპარაკე სხვაზე რა. ეს ერთი. რამეს თუ არასწორად ვამბობ ბითხარი. ჩვენ უნდა შევარწყათ ეს ყველაფერი და უნდა შევქნათ. აი ჩინეთმა გააკეთა, ეგ ყველაფერი შეარწყა. კაპიტალიზმიც აქვს, სოციალიზმიც აქვს, სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს, ინდუსტრიული განვითარებაც აქვს, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაც აქვს და ყველაფერი. აი ახლა მე მაგალითს მოგიყვან. რუსეთი ამდენი ხანია ამხელა რესურსების ქვეყანაა, ხო? მადლენ ორბრაიტმა გამოაცხადა, რომ არ არისო სწორიო, როცაო ამხელაო რესურსების მქონე ქვეყანაო, მარტო ფლობსო 2/3-ო რესურსების მსოფლიოსიო. ბიჭო, შედალოცვილო შენ ამხელა რესურსი გაქვს და ტექნოლოგიას ვერ ანვითარებ და ვისი ბრალია მე უნდა გაგინვითარო? ან საქართველოს თუნდაც პატარა ქვეყანაა, ტექნოლოგიებს რატო არ ანვითარებს? მეცნიერებად ტევად დარგები რატო არ ვითარდება? აი სტალინის დროს მეცნიერებად ტევად დარგები ვითარდებოდა. რატომ გაფრინდნენ კოსმოსში? რატო შექმნეს ატომური იარაღი? იმიტომ რომ ტექნოლოგიას არ ვითარებენ. დღეს ტექნოლოგიას ვერ ანვითარებენ. აი ამაში რაც განათლების სისტემა twin აღარ აქვს თავში და იმიტომ ფულზე არიან აქცენტირებული. ფულის კეთებაზე არის. რა განათლების სისტემა მქონდა ფაქტობრივად. უნდა როგორც ჩერჩილმა თქვა, უნდა მოახერხო, რომ რუსეთიო პურისով საყიდლად გავუსვა უცხოეთში. ეს ამას მოხერხება უნდა. ანალოგიური სიტუაცია არის ჩვენთან განათლებაში. როგორი განათლების სისტემა მქონდა და რას დაემსგავსა? ერთი წუთი თქვი და მე უკვე უნდა დავასრულო, იმიტომ რომ ფილმი უნდა გაუშვა. და ისა მეგონა მეორე მოხუცებულობით მოვკდებოდიო რა. თავისი დაწერილი წავიკითხე. ხო და სიცილით ყდებიო რა. ჩერჩილმა. ხო. მოხუცებულობით მეგონა მოვკდებოდა სიცილით ყდებიო რუსეთიო პურის გარეშე დარჩაო რა. ხო, ნუ. ამაში აგაშენებს ღმერთი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. მე მინდა სიახლეები გავაცნო ჩვენს ტელემაყურებლებს, რომელიც ჩვენ არხზე მათ შეულიათ ნახონ. შემდეგ შაბათს 30-ში 30 რიცხვს 22 საათზე იქნება ყოველ შაბათს ჩვენ შევიძინეთ ფილმები, მხატვრული ფილმები, მოუკლათ სტალინი, ესე ქვია ფილმს. 8 სერიანი ფილმია, რომელსაც გავუშვებთ ყოველ შაბათს 22 საათზე. ასევე მინდა დავაანონსო, რომ ყოველ ორ შაბათიდან შაბათის ჩათვლით, პარასკევის ჩათვლით იქნება ჩვენს არხზე მრავალსერიანი სერიალი გარიყულთა კუნძული, რომელმაც ძალიან ბევრი პოპულარობა მოიპოვა და ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ნათარგმნი. ასევე ჩვენი გადაცემის დასრულებისთანავე, რომელსაც ადრე ვასრულებთ, ჩვენ შემოგთავაზებთ მხოლოდ ტელევიზიის მაყურებლებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ სპეციალურ ფილმს, ჩანახატს, რავი, 6 წუთი და 7 წუთამდე გამოვა,
რომელიც YouTube-ზე და Facebook-ზე იმიტომ არ ვდებთ, რომ რაღაც მუსიკებია გამოყენებული და ამ მუსიკების გამო ერთ-ერთ დაგვიბლოკეს უკვე YouTube და Facebook და მეორჯერ იგივეს არ გავიმეორებ. ამიტომ ტელევიზიაში გავა ეს ფილმი, რომელიც ეძღვნება 1956 წლის 5 მარტს და შეაფასეთ, უყურეთ, გვისმინეთ, გვიყურეთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონებო, რომ ჩვენთან იყავით. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა, დაგემშვიდობებით და ჩემ შემდეგ გადაცემა დაიწყება 14 საათზე და 10 წუთზე ეკა სეხნიაშვილის დებატები.